როგორც მაგალითად ვიქით მაგალითად. თემას გავაგზავნეთ ასე თუ ისე და ცოტა შეესაბამება. რა დედებული სტატუსები ვერა, მაგრამ ცოცხლად დარჩენილი სამრეცი. ამლექს ან ლექსი რომ უწოდო ეგ ბარცი ზალუს. აქვს საფუძველი მრისხანების კორიანტების. მე ადამური პოეზიის ხიდან აკრძალულ ნაყოფს იახი და მრისხანეთ ცეცხლით დაუთვე. დღეს თქვენ წინ დგავა უაბჯრო და უიარავო. დასაგინებლად გამეტებულ დედებს გაფიცებთ ვინც არ მესროლოს. სიძულვილის ღმერთმა დაალაფროს მაინც ლეშიო. დაწყებული ყოფის სამიწე ღმერთსაც გაფიცებთ. სულ მოკლენო აი ქრისტეს ჯვარის მაგივრად ფეხებზე რომ თქვათ და კიდია ვისაც ბევრი აქვს 30 ვერცხლი მან მისცეს ვისი უფალიც არც ნაკლები გასაყიდია 130-ის 30 ვერცხლიც მცირეა რადგან იუდას აცრემლებული თვალებს ისრესდი ეს ტრიქონები სიყვარულში ვერ იძირება და დამერწმუნეთ მაქვს ამ ლექსის წერის მიზეზი თქვენ შეიძლება მესროლოთ და მწყევლოთ რამეთუ მრისხანები თქვა შემოსილი როგორც მქან მისლი ბუჩითა ნაკეთი საქართველოს მიწას წამერთო ველზე დიდგორის ბასიანის შამქორები წანისის დავიხეტები უფრო უცხო ვიდრე სტუმარი უფრო მოკლული და დამწვარი როგორც საკილე ბოლოს სიტყვა მარტივი და გაუგებარი ვინც არ მესროლოს იმ ჯალათის დედა ვატირე რადგან მე ხვალაც არ დავაგდებ კალამს უთქმელად და ყოველ დილას გაგითენებ თავის სიტყვები სულში მზიარის და საკანში გავქნა სულ ბნელა მომიღალატებ თუ ხულფია წერს დაპირდები თუ დაპირდები ცხელტყვიას და ცივსამარეში ჩაფლულს დაამხდება მარყობა და მეგობრული უსახსოობით ჩამხუტებს ბრაზის დაგეშიც მე დავშვიდდები და გეგონოთ მე მოკლული დღეს მდუმარება სისხლს დადენილი ბაგეთ არ ძალუს აღარც გალობა გიორგობის ყვავილობისას მე ადამური პოეზიის ხიდან აკრძალულ ნაყოფს გიახლე და მრისხანე ცეცხლმა მომუცო